თავი მეოთხე. რა ვთქვათ? ა ブラ ამმა ჩვენმა წინაპარმა ხორციელად მოიპოვა რაიმე. თუ საქმეებით გამართლდა ა ブラ ამი დიდება მას. ოღონდ არა ღვთის წინაშე. ვინაიდან რას ამბობს წერილი? ერწმუნა ა ブラ ამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაერთვალა მას. გამკეთებელს საზღვაური ჩაერთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით. ოღონდ არა გამკეთებელს, არამედ რომელსაც სწამს იგი. ვინც ამართლებს უკეთურს, თავისი რწმენა ჩაერთვლება სიმართლედ. ასევე დავითიც ნეტარს უწოდებს ადამიანს, რომელსაც ღმერთის სიმართლეს უთვლის საქმეთაგან დამოუკიდებლად. ნეტარ არიან, ვისი ურჯულოებანიც მიტევებულია და ცოდვები დაფარული. ნეტარ არის კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას. მაშეს ნეტარება წინა დაცვეთაზეა თუ წინა დაუცვეთლობაზეც. ჩვენ ხომ ამბობთ, რომ ა ブラ ამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ. როდის ჩაეთვალა? წინა დაცვეთილს თუ წინა დაუცვეთელს? არა წინა დაცვეთილს, არამედ წინა დაუცვეთელს. ხოლო წინა დაცვეთის ნიშანი მიიღო როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინა დაუცვეთლობისას ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინა დაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ. ასევე წინა დაცვეთილთა მამა, ოღონდ არა მარტო წინა დაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის ა ブラ ამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინა დაუცვეთლობისას ჰქონდა. ვინაიდან ა ブラ ამს და მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა ყოფილიყო წუთისოფლის მემკვიდრე. თუ რჯულის საგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა უსარგებლო. ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, რადგან სადაც რჯული არ არის, იქ არც დანაშაულია. მაშ რწმენით, რომ ყოფილიყო მადლით, რათა აღთქმა მტკიცე იყოს მთელი თესლისათვის, არა მარტო რჯულით თესლისთვის, არამედ რწმენით ა ブラ ამის თესლისათვისაც, ვინც ყველა ჩვენგანის მამაა. როგორც წერია, მე და გაყენე მრავალი ერის მამად, ღვთის წინაშე, რომელსაც იგი ერწმუნა, ღმერთს, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არ ყოფილს ყოფად მოუწოდებს. რომელიც უიმედობაში ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო იგი მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია, ასე იქნება შენი თესლი. არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული თითქმის 100 წლისა უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო. მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ გამტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შესძლებდა. ამიტომაც ჩაეთვალა მას სიმართლედ. და არა მარტო მისი გულისათვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას, არამედ ჩვენი გულისთვისაც. ჩაგვეთვლება ჩვენც, იმის მორწმუნეებს, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო, რომელიც მიეცა ჩვენი ცოდებისათვის და აღდგა ჩვენ და გამართლებად.